გამარჯობა მეგობრებო, უკვე გაიგებდით ალბათ რომ კომიკოს ონისე ოქრიაშვილს თავს დაესხნენ, სახთან და ფიზიკურად გაუსწორდნენ ქართული ოცნების მიერ დაქირავებული ამებები. შეიძლება ტიტუშკებად იცნობდეთ ამ ადამიანებს, შეიძლება ტროლბოტებადაც შეხვდნენ აქ-იქ ონლაინზე, მაგრამ ზოგადად ეს არიან ერთუჯრედიანი არსებები, რომლებსაც აესე ვიღაცას მიუქცევს ხოლმე ქართული ოცნება და მათ ბრძანებებს დაუფიქრებლად ასრულებენ ხოლმე. ხო და აქ ერთი მთავარი თემა არის, რომელიც სხვათა შორის Facebook-ზე წავიკითხე, ესეთი სტატუსი იყო, ტუჰაკვი ნიკაძეს ეწერა. ნუ ვიტყვით იმას, რომ ონისეს თავს დაესხნენ ხუმრობის გამო, იმიტომ რომ ეს თავდასხმა ხუმრობის გამო არ ყოფილა და ეს მართლაც ასეა ნამდვილად. ამავე სტატუსში წერია, რომ ეს იყო თავდასხმა იმის გამო, რომ ონისე არის გამორჩეული ადამიანი, რომელსაც ვერ აჩუმებს რეჟიმი, რომელიც თავისი საქმით, თავისი სიტყვით აწუხებს მუდმივად ხელისუფლებას, დისკომფორტს უქმნის იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ხელისუფლებას ემხრობიან, ოღონდ დისკომფორტის შექმნა რა არის, რომ აი რაღაცა ავტობუსში შეიძლება ამოვიდეს და შეგახსენოს ის, რომ შენი დუმილი არის მიზეზი იმისა, რომ ქვეყანაში რაც ხდება კორუფციიდან დაწყებული ადამიანების სიკვდილით დამთავრებული, ამისი გულგრილი და ჩუმი თანამონაწილე შენც ხარ პრინციპში რა. ასეთ დისკომფორტს, ემოციურ დისკომფორტს, ოდესაც უქმნის, ამის გამო გადაწყვეტეს შურისძიება ონისეზე და შესაბამისად არანაირ ხუმრობას და იუმორს აქ თავისთავად ცხადია არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ ეს იყო საბაბი, რომელზეც ააგეს კამპანია. შესაბამისად ეს თავდასხმა იყო უბრალოდ დაგვირგვინება და დასასრული იმ ორგანიზებული კამპანიისა, რომლის სათავეშიც იყო ხელისუფლება. და ეს დაიწყო იმითი, რომ აიღეს რაღაცა ხუმრობები და ამ ხუმრობებზე ააგეს მთელი პროპაგანდისტული კამპანია, ყველა არხი ჩართული იყო საქართველოს ოცნების პროპაგანდისტული მანქანისა, ჩართეს თავიანთი ტროლბოტები, ჩართეს ადმინისტრაციული რესურსიც კი, იმედის ერთ-ერთი ჟურნალისტის სახელდაგვარსაც ასახელებენ, რომელმაც 3 თუ 4 სიუჟეტი მიუძღვნა ამ ყველაფერს, გამოვიდნენ ქოცნების ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები და მოხელეები და თავიანთი აზრები აფრქვიეს ამასთან დაკავშირებით და იქ ვიღაცა ბლოგერებიც კი გამოერივნენ და გადაწყვიტეს, რომ თავიანთი აზრები უნდა იფრქვიათ ნოდარ დუმბაძეზე, ანუ თავის ცხოვრებაში წიგნი რო არ გადაუშლიათ და რაღაცა აზრი, რაღაც TikTok-ს რო წერში ჩემა და 700,000 ვიდეო რო გაქვს ჩაწერილი და ერთხელ არა გაქვს რაღაცა შენ საყვარელ მოთხრობაზე ან წიგნზე რაღაცა აზრი გამოთქმული, რო თქვა, რომ აი დღეს ვიყავი იმაზე აუზზე და კინაღამ გადავიჩეხე აკაცუკების ქლორში თუ რაღაცა ეგეთი დებილობა იმ ბლოგებს ხო წერენ ხოლმე ეს ინფლუენსერები და 700,000 ვიდეო აქვს ჩაწერილი ამ ჩემისას და ერთხელ არა აქვს, რომ აი რაღაც ჰამაკში ვიყავი წამოწოლილი და ვკითხულობდი ჩემს საყვარელ პაულო კოელიოს ან რაღაცა ეგეთი. აი ხო შეიძლება რომ ერთი ვიდეო 7,000 ვიდეოდან ერთი რაღაცა ფონზე აი მე მიდევს ხოლმე აგერ წიგნები აქ ეხლა ხო ისე მაქვს კადრი დაყენებული რომ არ ჩანს ფონზე მაინც დაიდე წიგნები შეჩემა რაღაცაზე რომ ლაპარაკობ ხოლმე რა ანუ ეგეთი ტიპები გამოვიდნენ და გადაწყვიტეს რომ ლიტერატურის დამცველებად უნდა მოვლენილიყვნენ რაც თავისთავად სიცრუე იყო იმიტომ რომ ეს ყველაფერი უკავშირდებოდა იმას რომ უბრალოდ საზოგადოებრივი აზრი შეემზადებინათ იმისთვის რომ მე ამ ბიჭს მათ მიერ გაგზავნილი ტიპები ქუჩაში დახვედროდნენ და თავს დასხმოდნენ. აი ეს არის აქ პრობლემა. და მე ეს ხალხი რომ დაიდებოდა ეს ნიუსები, ეს ადმინისტრაციული ნიუსი, ეს ვიღაცა ტროლბოტები, ვიღაც ეს ტიპები რა, რომლებიც ძალიან პატრიოტები არიან თურმე რო კითხო, ეგ ხალხი მე შემოსულიყო სხვადასხვა პეიჯებზე და ნიუსების ქვეშ და დაეწერათ რომ დიახაც საცემი იყო რაღაცა და ამითიც მე შეექმნათ ეს საზოგადოებრივი აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ქართველები ვართ ადამიანები, რომელიც სახესაც წარმოადგენს დიმიტრი სამხარაძისნაირი ტიპები და დიმიტრი სამხარაძის დონის ქვეყანათ ვართ ქცეულები. აი მთელი ეს კამპანია და მთელი ეს პროცესი ემსახურებოდა ამას. მთავარი თემა რა არის? არაერთხელ მithქვამს წინა ვიდეოებშიც და ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს ამაზე, რომ
დამპყრობლის მიზანი არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი არაკომპეტენტური, გაუნათლებელი, გაუთლელი, ფსკერზე მყოფი ადამიანები წამოწიოს წინ და თავზე დაასვას ერს იმისთვის, რომ აი ეს რაღაცნაირად მე მთელი ერის დონე დავიდეს აი ამ ადამიანებამდე. და ზუსტად მაგას არის, რომ ჩვენ ესე იგი გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც თავს დავდებ, რომ საქართველოს დღევანდელ პრეზიდენტად დანიშნულ ზებრა მიხეილ ყაველაშვილს ნოდარ დუმბაძის ერთი მოთხრობა კი არა, საბავშვო ლექსების კრებული რო არის. ბაბუა ჩემმა მაშუკა სხვათა შორის 6 წლის რო ვიყავი, მაშინ ეკრებული და ძალიან მიყვარდა. ლიმონათზე არის რაღაცა ლექსი, ავად რო არის ბავშვი და ლიმონათიც რო უნდა დალიოს წამალი თუ რაღაცა ეგ ძალიან მიყვარდა ეგ ლექსი სხვათა შორის და აი დარწმუნებული ვარ თავს დავდებ. რომ მაგ ლექსების კრებულიდან ერთი ლექსი არ ექნება წაკითხული მიხეილ ყაველაშვილს. და ისეთ პონჩიც კი, რომ თავისი შვილებისთვის წაეკითხა ეგ ლექსი. რომ ეთქვა რომ მოდი მამი, აბა რაღაცა მოდი ლექსი წავიკითხოთ და რაღაცა მასეც კი არ ექნება ლექსი წაკითხული აი ამ იმისი რა ქვია, ამ კრებულიდან. და ყავს ესეთი პრეზიდენტი, რომელიც მე ვითომ გამოდის და იქ ნიჩეზე და სპინოზაზე გველაპარაკება რა, ვისატყუებთ ბიჭო. ხო და დიმიტრი სამხარაძე. აი ეს არის ხალხი, რომელზეც მე ოცნება გამოდის და გვეუბნება, რომ ამათზე უკეთესი ადამიანები ქვეყანაში არ არსებობენ, რომ საქართველოს ქართველი ერის პიკი არის მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი სამხარაძე და ქვეყანა, რომელსაც ისინი ქმნიან, სადაც ვიღაცას ქუჩაში თავს ესხმიან და სცემენ, მაშინ, როდესაც რამდენიმე ქუჩის იქით ვიღაცა ტიპმა ბავშვებს ცეცხლი გაუხსნა სიცილისთვის და ამ დროს რამდენიმე წუთის წინ პოლიცია იმით იყო დაკავებული, რომ ჟურნალისტი პარლამენტის თავმჯდომარისზე სტატუსის დაწერის გამო ციხეში გაეშვა, აი ეს არის ქვეყანა, რომელსაც ქმნიან ყაველაშვილი და დიმიტრი სამხარაძის ნაირი ადამიანები და ამაზე უკეთესის შექმნის რესურსი არ გვაქვს ქართველებს. აი ამას გეუბნება ბიძინა ივანიშვილი და ამას ემსახურება დამპყრობლის ის პოლიტიკა, რომელსაც ქართული ოცნება ატარებს. და აი ეს თავდასხმა ონისე ოქრიაშვილზე იყო აი ამ ყველაფრის ერთ-ერთი გამოხატულება, ისევე როგორც ძალიან ბევრი რამე რაც ხდება ქვეყანაში. აი ეს არის პრობლემა. რომ თქვენ გეუბნებიან, რომ საქართველო და ქართველები ვართ ტიტუშკების, ბირჟავიკების, დიმიტრი სამხარაძეების და წერა-კითხვის უცოდინარი პრეზიდენტის ქვეყანა. აი ამაშია საქმე. ვაიმე